მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენი ფიქრები ჩვენ არ ვართ. ტვინი ეს არის ინსტრუმენტი და იგი შეიძლება იყოს შესანიშნავი დამხმარე, მაგრამ ხშირად ძალიან ცუდი მმართველი. ყოველ დღე აგენერირებს ათასობით ფიქრს, მათ შორის უმრავლესობა მსგავსია. ბრუნავენ ფირფიტის მსგავსად, მეორდებიან ყოველ დღე, იწვევენ შფოთვას, ეჭვებს, კრიტიკას, სინანულს, დანაშაულის გრძნობას. მაგრამ ჩვენ გვაქვს ცნობიერება, რომელსაც შეუძლია ამ ყოველივეს დააკვირდეს. ჩვენი დავალება არ ჩავიძიროთ ფიქრებში, არამედ ვისწავლოთ მათზე დაკვირვება, გაანალიზება. არ შევერწყათ შფოთვას, არამედ შევამჩნიოთ, დავასახელოთ. არ ვეკამათოთ შინაგან კრიტიკოს, არამედ ამოვიცნოთ მისი ხმა. გასწავლით ორ მარტივ სავარჯიშოს, ამ უნარის გასავითარებლად. დღეში სულ დაგჭირდებათ 5 წუთი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ აკეთოთ რეგულარულად. პირველი ეს არის ცნობიერი დაკვირვება. სადაც არ უნდა იყოთ, არ აქვს მნიშვნელობა სახლში, კაფეში, ქუჩაში, დაიწყეთ გონებით იმ საგნების აღწერა, რასაც ხედავთ, ფერები, ფორმები, საგნების განლაგება. მთლიანად კონცენტრირდით გარემოზე. თუ უცხო ფიქრები გამოერევა, რბილად აარიდეთ თავი და დაუბრუნდით აღწერას. მეორე, ტვინი როგორც აკვარიუმი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გონება არის აკვარიუმი, ხოლო ფიქრები და აზრები თევზები. თქვენ არ ხართ წყალში, თქვენ ხართ დამკვირვებელი. უბრალოდ უყურეთ, დააკვირდით, რა ფიქრები ამოტივტივდება, რა ემოციები მოდის, არ ჩაერიოთ, არ შეაფასოთ, მხოლოდ დააკვირდით. და რისთვის არის ეს საჭირო? რომ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში შეძლოთ უთხრათ საკუთარ თავს. აჰა, მე ვგრძნობ შიშს, იგი ამბობს, არ მოითხოვ დაწინაურება, არ ხარ საკმარისად კარგი. ეს ფიქრი ნაცნობია, უკვე მსმენია მსგავსი, საინტერესოა ვინ მეუნებოდა ამას ადრე, ვისი ხმით საუბრობს ეს შინაგანი კრიტიკოსი. მე ამას დავაკვირდები და შემდეგ ავარჩევ როგორ მოვიქცე. როდესაც ჩნდება ასეთი შინაგანი დისტანცია, ჩნდება თავისუფლებაც. ამასთან ერთად შესაძლებელია ვიცხოვროთ არა ავტოპილოტზე, არამედ ცნობიერად. თუ მეტი გაინტერესებს, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, ბმულ სიკვავი პროფილის აღწერაში ნახვამდის.